მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. ჩვენთან დაიწყო ზაფხულის არდადეგები, ბავშვები 14 აგვისტომდე იქნებიან სახლში, უпроსტოდ 14 აგვისტოს უკან წავლენ სკოლაში და მოკლედ სახლში არიან უკვე. ახლა მინდა რომ საუზმე მოვამზადოთ, განსაკუთრებით არდადეგებზე ვცდილობ რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი საუზმე მოვამზადო და ჩავრთო ფაფების მრავალფეროვნებაც. დღესაც მინდა რომ მოვამზადო შვრიის ფაფა, ასევე დავაცხობ პანკეიქებს და მოვამზადებ კაკაოს. ბავშვებს ვკითხავ, ცხელი კაკაო უნდათ თუ ცივი, რადგან გარეთ საკმაოდ ცივა, ახლა არის თუ არ ვცდებით 16 გრადუსი და დღის განმავლობაში აიწევს მხოლოდ 19 გრადუსამდე, ასე რომ საკმაოდ გრილა და ვიკითხავ, ცხელი უნდათ რაიმის დალევა თუ ცივის. ვიწყებ პანკეიქების ცომის მომზადებით, რეცეპტს ნუ მომთხოვთ, რადგან ყველაფერს თვალის ზომით ვაკეთებ, ვურევ ერთმანეთში კვერცხს, შაქარს, რძეს, შემდეგ ვუმატებ ცოტა ზეთს, ვანილს, რა თქმა უნდა, ჩაისკოს გამაფხვიერებელს და ქვილს რამდენსაც აიღებს. კონსისტენციით ვიცი რამდენია საჭირო, არც სქელი უნდა იყოს და არც თხელი, მოკლედ ასე ვხუდები ხოლმე და შემდეგ ვწვავ წინასწარ კარგად გაცხელებულ ტაფაზე, ამჯერად ტაფაზე ცოტა ზეთი წავუსვი და პირველი ისე შევწვი, ეტყობა პირველ ჩემს პანკეიქებს, რადგან რაღაცით ოლადებს გვანან. პარალელურად ასევე დავდგი შვრიის ფანტელიც, ჯერ წყალში ვხარშავ, შემდეგ ვუმატებ რძეს და კარაქს, შვრიის ფანტელს ვამზადებ მარილიანს და სურვილის მიხედვით ვყრი გაყინულ კენკრას შიგ.
მას შემდეგ რაც ფენქეიქები მომზადდა, ასევე ფაფაც მზად არის, ვამზადებ ახლა კაკაოს. კაკაო ბავშვებს ცივი უნდათ, ჯერ ვხსნი ადუღებულ წყალში შაქართან ერთად, რომ გაიხსნას და შემდეგ ვუმატებ ცივ რძეს. ამჯერად ვნახე, რომ თბილი იყო კაკაო საკმაოდ, ამიტომ ჭიქებში დავამატე ცოტა ყინული, რომ გაციებულიყო, ოღონდ კარგად არ გამიციებია. წესით ცივ კაკაოს ბევრი ყინული უნდა, რომ კარგად ცივი იყოს, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, დღეს საკმაოდ გრილა და ამის გამო ცოტა ყინული დავამატე. არ დადაგებზე და საერთოდ შაბათ-კვირას, მაშინ როცა ყველა სახლში ვართ, ჩვენი ყველაზე საყვარელი დრო არის საუზმე. საუზმედ ვამზადებ ყოველთვის რაღაც მრავალფეროვანს, შემდეგ ვსაუზმობთ გვიანობამდე, ვრთავთ ანიმაციურ მულტფილმს ან ფილმს და ვადგენთ დღის გეგმას, მოკლედ პატარა განტვირთვის დრო გვაქვს დილიდან და შემდეგ მთლიანი დღეც ასე კარგად გადის. სანამ ბავშვები სახლს ალაგებენ რა ნიცა მტვერს ზრუდებს, გოჩა მტვერს იღებს, მე იქამდე სააბაზანოს კარგად დავალაგებ, მინდა გაჩვენოთ სიახლე, ჩემი სააბაზანოსი. ასე გამოიყურება ახლა ჩემი სააბაზანო, აქ იდგა სარეცხის მანქანა, არა, სარეცხის მანქანა არ გაფუჭებულა, უბრალოდ დაბლა სამრეცხაოში ჩავიტანეთ. გავიგე, რომ თურმე არის პირველ სართულზე სამრეცხაო, სადაც შეგიძლია რომ ჩაიტანო შენი სარეცხის მანქანა, იქ გარეცხო და შემდეგ ამოიტანო. მოკლედ რომ ვიფიქრე, ძალიან კარგი იდეა და აქაც ადგილი განთავისუფლდა, რადგან ბოლო პერიოდში უკვე ვეღარ შევდიოდი, ხელებსაც ვეღარ ვიბანდი ნორმალურად, დალაგებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია და ახლა ვეძებთ საშრობს, ბარემ ვფიქრობ, რომ საშრობიც დაბლა დავამონტაჟოთ, იქვე გავრეცხავ, უпростоრად სარეცხს ჩავიტან სახლიდან პირველ სართულზე სამრეცხაოში, არის ოთახი ჩვეულებრივად გამოყოფილი, უბრალოდ ჯერჯერობით სარემონტო სამუშაოები მიდის ახლა იქ და ვერ გაჩვენებთ, რომ მორჩებიან ყველაფერს და საშრობსაც დავამატებთ, აუცილებლად გაჩვენებთ იმ სამრეცხაო ოთახსაც. და ვფიქრობ, რომ აქედან რომ ჩავიტან გასარეცხს ტანსაცმელს, ჩავრთავ, შემდეგ იქვე გავაშრობ და მშრალს ამოვიტან. ვფიქრობ, რომ არის უიდეალურესი, ვიდრე აქედან ამ მქონდა ჭერში მე-6 სართულზე, ჯობია რომ პირველზე ჩავიდე და მშრალივე ამოვიტანო. მოკლედ 2 დღის უკან ჩავიტანეთ და აქაურობა ჯერ კიდევ მისალაგებელი მაქვს, არ მეცალა ეს დღეები, ამებს ყველაფერს გადავდებ, რომ მერე სერგო ჩაიტანს დაბლა სარდაფში, ეს რა არის და ამებსაც ადგილი უნდა მოვუნახო, მოკლედ კარგად მინდა რომ დავალაგო. ასევე ვფიქრობ, რომ ამ ადგილას დავდო პატარა ბავშვის ვანა და ასევე ვფიქრობ, რომ ავაწყო დღეს ვანა და ვნახო როგორ იდგმება აქ და თუ ჩაჯდება აქ. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში გავანთავისუფლებ ზედაპირს ზედმეტი ნივთებისგან, ეს არის სარეცხის საშუალებები, თეთრების და ფერადების, პატარები, უпростоრად პატარა შეფუთვაში, რომელიც მქონდა და ყოველდღიურად ვხმარობდი, უკვე ჩავიტანე დაბლა და სამრეცხაოში დევს, ხოლო ამებს ჩავიტან სარდაფში და შემდეგ ნელ-ნელა დავამატებ. რაც შეეხება სამრეცხაოს, სამრეცხაოს შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცოდი, ჩემს გვერდზე პადიესტებში არის და ხშირად მინახია, როგორ რეცხავდნენ სამრეცხაოში, როცა კარები კი არა, ფანჯარა ღია იყო.
ჩვენ უბრალოდ არავინ არ ხმარობს ჩვენთან და რამოდენიმე კვირის უკან პირველი სართულის მეზობელმა გადაწყვიტა, რომ თავისი სარეცხის მანქანა გადაეტანა სამრეცხაოში და გვკითხა ჩვენს გვინდოდა თუ არა, მოკლედ ყველას ჰკითხა, ვინც ამ სადარბაზოში ცხოვრობს და ჩვენც დიდი სიამოვნებით დავთანხმდით. შიგ გადაკეთებული იყო რაღაც საწყობად და ვისაც რა ნივთი უნდოდა იმას დებდა, მოკლედ შიგ ახლა არის გამოძახებული სპეციალური ნაგავი, მოვლენ და გაიტანენ იმ ზედმეტ ნივთებს, რაც იყო, იყო კი არა არის, ჯერჯერობით არის, მაგრამ ჩვენ დავამონტაჟეთ უკვე ჩვენი სარეცხის მანქანა და ჩვეულებრივ ვრეცხავ. ასევე ვფიქრობ რაიმე კარადის დადგმას, ჩვენი მეზობელი თუ არ ვწდები კარადის დაკიდვასაც აპირებს, რომ შევაწყოთ შემდეგ სარეცხის საშუალებები, მოკლედ კარგი რაღაც უნდა გამოვიდეს. ერთი ის მიხარია, რომ სარეცხის მანქანა ჩვენია და ნებისმიერ დროს შემიძლია ჩავიდე და გავრეცხო ჩემი ნივთები, რადგან როგორც გავიგე, ჩემს მეზობლებს, გვერდზე სადარბაზოებს რიგრიგობით რეცხავენ, არ არის მათი სარეცხის მანქანა და თითო რეცხვაში თუ არ ვწდები 1 ევროს იხდიან, რადგან დენის ფული ალბათ, არ ვიცი. ჩვენ გამოვიყვანეთ ელექტროენერგია სარდაფიდან და უბრალოდ ჩვენი ელექტროენერგია იხარჯება ამ დროს. თან ზამთარი მოდის, საშრობზეც ძალიან დიდი ხანია ვფიქრობთ, მაგრამ ადგილი არ გვქონდა, საერთოდ არსად ადგილი არ გვაქვს, ვფიქრობდით აივანზე დადგმას და აივანზეც არ არის ადგილი, რადგან არის ძალიან პატარა აივანი, სულ 2 კაცი ძლივს ეტევა, ამიტომ მიხარია, რომ საშრობიც მალე გვექნება. დავუბრუნდეთ ისევ სააბაზანოს დალაგებას, ავიღე ზედმეტი ნივთები, კარგად გავხეხე ვანა, რაზეც არ ვიცი, მას შემდეგ ვოცნებობდი, რომ ასე კარგად და თავისუფლად გამეხეხა, რაც ამ ბინაში გადმოვედით, შემდეგ ავიღე ყველგან მტვერი, ზემოდან კარგად გავწმინდე და მოკლედ ნახევარზე მეტი კადრს მიღმა დავალაგე. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი კომენტარებისთვის წინა ვლოგში, ძალიან ბევრი მწერდა, რომ არ შეიძლება ასე სწრაფად მოძრაობა და თავს გაუფრთხილდიო, ამის გამო უღრმეს მადლობას გიხდით თქვენ და უბრალოდ წარმოიდგინეთ ამ დროს დედაჩემის რეაქცია, ჩემი ვიდეო რომ ნახა, მოკლედ ჯობია არ წარმოიდგინოს. ამის გამო კადრში ზედმეტი მოძრაობებისგან თავს ვიკავებ, რადგან მართლა არ გეგონოთ, რომ თავს ვიკლავ და ძალიან სწრაფად მოძრაობ ან რამე, უბრალოდ ცუდად რომ ვგრძნობდე თავს, ამდენს მართლა არ გავაკეთებდი და თან ვფიქრობ, რომ ჯერ მერვე თვეში ვარ, სადღაც თვე-თვენახევარი ჯერ კიდევ წინ არის და უფრო დავმძიმდები და შემდეგ მექნება იმის დროც, რომ ნაკლებად ვიმოძრავო. ამასობაში მოვიდა სადილის დროც, ბოლოს შტრიხები გამოვგავე და გამოვწმინდე და გადავედი სამზარეულოში სადილის მოსამზადებლად. დღეს სადილად მოვამზადებ ქათამს ღუმელში ბოსტნეულთან ერთად. ჩვენთან ზაფხულის პერიოდში იყიდება ასეთი უკვე შეზავებული გრილის ქათმები. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ზაფხულში იყიდება, რადგან არის უგემრიელესი, უკვე შეზავებულია და რაღაც სასაცილო ფასი აქვს. ეს ამხელა ქათამი 5 თუ 5.5 ღირდა, მოკლედ
რომ ხვდება ხოლმე რაც არის სულ ვყიდულობ და შემდეგ ვყინავ საყინულეში, რადგან მართლა ძალიან გემრიელია, მზადდება უცებ, უკვე შეზავებულია და არ სჭირდება ზედმეტი არაფერი. გავთვალე კარტოფილი და კარტოფილთან ერთად დავუწყობ გაყინულ ბოსტნეულის მიქსს, ამჯერად მქონდა ყვავილოვანი კომპოსტო, ბროკოლი და სტაფილო ერთად, შემდეგ ზემოდან მოვაყარე მარილი მოვაყარე მხოლოდ ბოსტნეულს, ცოტა ზეთი და შევდგი ღუმელში 200 გრადუსზე 25 წუთით, 25 წუთის შემდეგ ქათამი ამოვაბრუნე და კიდევ 20 წუთი შევწვი. ასევე დღეს მოვამზადებ მაწვნის ზაფხულის წვნიანს, ანუ ეგრეთ წოდებულ აკროშკას. პირადად მე ძალიან მიყვარს აკროშკა და ასევე დიდ პატივს ვცემ ჭარხლითაც. დღეს მოვამზადებ კლასიკურ აკროშკას, აქ მაქვს ბოლოკი, სიტყვები მოვწყდება. დავჭერი ბოლოკი წვრილად, შემდეგ მოხარშული კარტოფილი ასევე წვრილად დავჭერი კუბიკებად, მოხარშული კვერცხი, 1 კიტრი, მწვანე ხახვი და პეტრუშკა. ასევე მოყვარულები უმატებენ საექიმო ძეხვს, პირადად მე არ მიყვარს საექიმო ძეხვით და საერთოდ ძეხვით ეს წვნიანი, ამიტომ არ ვუშვრები და შემდეგ ვუმატებთ კეფირს, ასევე მინერალურ გაზიან წყალს. კეფირი არ მქონდა, გადავწყვიტე რომ უბრალოდ იოგურტი დამემატებინა მაწვნის მაგვარი და დავუმატე ასევე გაზიანი წყალი, უგემრიელესი გამოვიდა. ხშირად ვამზადებ თურქული კეფირით, ანუ აირანით და თუ გამოიყენებთ აირანს, მაშინ აღარ არის საჭირო გაზიანი წყალი და საერთოდ წყლის დამატება უბრალოდ შეაზავეთ აირანით. ასევე მაწვნის და იოგურტის და საერთოდ კეფირის მაგივრად ასევე იყენებენ კვასს. მე პირადად არასდროს არ მაქვს გასინჯული კვასით, არ ვიცი, არ წარმომიდგენია როგორ შეიძლება შეუსაბამო კვასი და მოხარშული ბოსტნეული. სითხე დაარეგულირეთ თქვენ თვითონ, პირადად ჩვენ ასეთი სქელი უფრო გვიყვარს, სალათის მაგვარი და ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად მიირთვით. პატარა სააბაზანოც ავაწყე და არ ვიცი, ალბათ კვირაში რამოდენიმეჯერ ვაწყობ და ვშლი, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ფეხები კარგად არის შიგ ჩამაგრებული და ცოტა ძნელი ასაწყობ დასაშლელი, ამის გამო არ ვიცოდი სად დამედო. ყოველთვის ვფიქრობდი, თავიდან ვფიქრობდი, რომ აი ამ დიდ ვანაში ჩამედო, მაგრამ ფეხები აქვს დიდი და არ ეტევა, ამიტომ აქ იდეალურად ჩაჯდა. ასევე იდეალურად ჩაჯდა ეს ჩასაწყობი რაღაცეების და არ ვიცი, მე ძალიან მომწონს ეს ვანაც ძალიან, რადგან ფეხები კარგად ემაგრება. სხვა ვანებზე, რომლებსაც ფეხები აქვს, გამიგია, რომ ფეხები იკეცება და ვარდება და არ არის სტაბილური, ამიტომ ასეთი ავიღე და როგორც ხედავთ, კარგად უჭირავს. ახლა ისევ დავშლი და შევინახავ, რადგან თვე ნახევარი აქ რომ არიდოს.